ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს სამშობლოში ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების სპეციალური რეისი დაიშვა. გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია. მდინერი ბებიაშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარედ საპატრულო ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა. ახალგაზრდა ქართველი სამხედროსთვის პატივის მისაგებად აეროპორტში ოჯახი. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ქართველი სამხედროს ცხედარი აეროპორტიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, შემდეგ კი მშობლიურ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთურმანში გადაასვენებენ და 10 აგვისტოს დაკრძალავენ. სერჟანტი მდინარე ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას. ის დაიღუპა საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში. მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენ ხალხს მე უსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას შორეულ ავღანეთში. მინდა მიუსამძიმრო პირველ რიგში მის ოჯახს და ახლობლებს და ასევე მიუსამძიმრო მთელს ქვეყანას. საქართველო მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს არ დაივიწყებს. უმცროსი სერჟანტი დინარი ბებიაშვილი იყო თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი, საამაყო სამხედრო მოსამსახურე. მან თავისი ქვეყნის ინტერესებს შეწირა თავისი თავი და მისი სახელი იქნება უკვდავყოფილი სამაგალითოა ის თითოეული ჩვენთაგანისთვის. თულია სიტყვებით გადმოსცე ის გულისწყრული, რომელსაც განვიცდი ამ ახალგაზრდის დაღუპვის გამო. მან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს მისი მესამე მისია იყო ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ყოფნისას მადლობა გადაუხადა საქართველოს მისი წვლილისთვის, რომელიც მასში აქვს ტერორიზმთან ბრძოლასა და სტაბილურობის დამყარებაში. გონია რომ დღეს ჩვენ ყველამ დავინახეთ, რა დიდ საფასურს იხდის საქართველო ამისთვის. საქართველოში გადმოსვენებამდე გარდაცვლილს პატივი მიაგეს ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. მამა ზაზო სოსიაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში სულისმოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, შემდეგ კი ბაგრამის აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა. სამძიმრებ ქართველებს, მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. კიდევ ერთხელ მიხრიქებს ყველა ქართველი სამხედროს წინაშე, რომელიც ავღანეთში დაიღუპა. მიიღეს გულითადი სამძიმარი მთელი ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობა სამსახურისთვის. ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სახელით ვუსამძიმრებს საქართველოს. ჩვენ მუდამ გვემახსოვრება დაღუპული გმირის სახელი და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ღმერთმა დაიფარო საქართველო და საქართველოს შეიარაღებული ძალები. ნატოს გენერალური მდივნის მთლიანად ალიანსის, მისი წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელით სურს მწუხარება და თანაგრძნობა გამოვხატო დაღუპული სამხედროს გამო. საქართველო ნატოს ძალიან სანდო პარტნიორია. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, უსამძიმრებთ დაღუპული სამხედროს ოჯახს. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მისიას, სანამ ავღანეთში მშვიდობა და სტაბილურობა არ დამყარდება.